თქვენ გონიათ ბათუმის ბულვარში ვარ? არა, ეს არის გონიოს ბულვარი. ვნახოთ რიდან ხვდება გონიო ბათუმისგან. პირველ რიგში გონიოში არის ყველაზე სუფთა წყალი ბათუმის ზოლში. გონიოს სანაპირო გამორჩევა იმით, რომ აქ ზღვის წყალი განსაკუთრებით სუფთაა, იმიტომ რომ აქ ნაკლებია ტურისტული განტვირთვა და შედარებით გაშორებული დიდი ქალაქის სპორტის ზოლიდან. ადგილობრივები ამბობენ, თუ ბანაობა გინდა სუფთა ზღვაში, წადი გონიოში. მდინარე ჭოროხი ზუსტად აქ ჩაედინება შავ ზღვაში. გონიო ეს ის ადგილია, სადაც ჭოროხი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარე აჭარაში ზუსტად სანაპიროსთან ერთდება ზღვას. ეს ქმნის უნიკალურ მიკროკლიმატს, რომელიც აციებს ზღვას და ზრდის ტენიანობას. ფერადი კენჭებით დაფარული სანაპირო. გონიოს პლაჟი ქვიშიანი არ არის, არამედ დაფარული ლამაზი ფერადი კენჭებით, ნაცრისფერი, თეთრი, შავი და ოდნავ წითურიც. ეს კენჭები ხშირად მასაჟის ეფექტსაც იძლევა ფეხის ქვეშ შეარულისას და რაც მთავარია, ქვიშასავით არ აჭუჭყიანებს ტანსაცმელს. აქ იშვიათად იშლება ქოლგები, იმიტომ რომ მზე ძლიერად არ აწვება. გონიოში მზე ზენიტში მხოლოდ დღის მცირე მონაკვეთშია. დანარჩენ დროს აქ ქარი და ტენიანობა არბილებს სიცხეს. ამიტომ ადგილობრივები ხშირად ქოლგების გარეშე ისვენებენ. დამიწერე კომენტარებში, შენ სად გირჩევნია დასვენება? ბათუმში თუ გონიოში?